მისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელო მამაო და ძმაო, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო და დაბო, ყველას გილოცავ დღევანდელ მნიშვნელოვან დღესასწაულს. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მას უერთდება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია და როგორც საქართველოში, ისევე მის ფარგლებ გარეთ არაერთ ქვეყანაში დღეს აღინიშნება ხსენება ღირსისა, მამისა, ჩვენისა, გაბრიელისა, ამსარებელისა და საბოსისა. მე მინდა მოგილოცოთ თვითონ თქვენთაგანს ეს განსაკუთრებული მოვლენა და ჩვენ მინდა მადლობა შევწიოთ უფალი იესო ქრისტეს, რომ მან ისეთ დროს მოუვლინა საქართველოს და ქართულ ეკლესიას ღირსი მამა გაბრიელი, რომელიც ყველაზე ძალიან ჭირდებოდა. მამა გაბრიელი ეს იყო განსაკუთრებული წმინდა მამა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება დაკავშირებული ბავშვობიდან ვიდრე მის აღსასრულამდე მიუძღვნა ღმერთს. მისი მსახურება იყო სწრაფვა უზენაესი ღმერთისაკენ და ამ ღმერთის გზაზე თავისი პირადი მაგალითით იგი ცდილობდა, რომ არაერთი ადამიანისათვის ეჩვენებინა გზა ჭეშმარიტი. რა არის ჭეშმარიტი გზა? გზა, რომელიც მიყვანს ღმერთთან. და მამა გაბრიელი თავისი სიმდაბლით, თავისი გასაოცარი სალოსობით იჩენდა ადამიანების მიმართ დიდ სიყვარულს, დიდ პატივისცემას და როდესაც მთელს საქართველოში, მთელს საბჭოთა კავშირში და მსოფლიოში ათეიზმი და მარქსის იდეები ძინვარებდა, მამა გაბრიელი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც 1966 წელს გამოვიდა რუსთაველის პროსპექტზე მთავრობის სასახლესთან და იგი გაჰყვიროდა, რომ დიდება შვენის არა სატანას და ლენინს, არამედ დიდება შვენის ღმერთს და მას უშველებელი პორტრეტი დასწვა მთავრობის სასახლეზე სატანის კერპი დაამსხვრია. ეს იყო იმხნად გაუგონარი რამ. მამა გაბრიელი იყო ადამიანი, რომელმაც თქვენ იცით, რომ 50-იან წლებში 9 მარტს 56 წელში საშინელი ტრაგედია დაპირისპირება მოხდა თბილისში, რომელიც კომუნისტებმა სისხლით ჩაახშვეს და მამა გაბრიელი დადიოდა და ამ დახვრეტილ მიცვალებულებს აპატიოსებდა, უვლიდა და კრძალავდა. ხოლო მამა გაბრიელი იყო ეს. როცა მამა გაბრიელი ლენინის პორტრეტის დაცვის გამო დაატყვევეს, თითქმის სხეულის ადგილი არ დარჩა, რომელიც არ იყო დაბეჟილი და ძვალი დამტრეული არ ყოფილიყო. იღუმენია პარასკევა იხსენებს ესეთ ციფრებს, რომ მის ციკლში მოგონებები მამა გაბრიელზე, როდესაც უყურებდი იყო მამა გაბრიელისო თითებსო, ეს თითებიო არაერთგვაროვანი იყო, დაკორჩილი იყო, მეგონაო, რომ იყო მარილებისაგან ესეო. თუმცა ეს იყო, რომ თითები დამტრეული ქონა მამა გაბრიელს და თაბაში ის გარეშე ეს იყო შეხორცებული არასწორად და მამა გაბრიელი სალოსობდა ქრისტესთვის. სალოსობა ეს არის ყველაზე დიდი ღვაწლი, რაც შეიძლება ადამიანმა ემთაოს. ეს ნიშნავს მოწამე ერთ წამში ამთავრებს ქრისტესთვის სიცოცხლეს თავს მოყვეთავებს, მაგრამ მთელი ცხოვრება მამა გაბრიელი ქრისტესთვის მოწამე იყო. იგი აღზარდეს ბეთანიელმა მამებმა, მანათობებმა, ვარსკვლავებმა და ჩაუქრობებმა კანგლებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა 70-იან წლებში. ესეთი დიდი მამა იყო მამა გაბრიელი, რომელიც თავის სიცოცხლის ბოლო მონაკვეთს ატარებს სამთავროს მონასტერში და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მას სიცოცხლეში ყველა დევნიდა, როგორც ერის ხალხი, ასევე სასულიერო. სულ ყველა მამა გაბრიელის ზაგებაში იყო. რატომ? იმიტომ რომ მამა გაბრიელი ყველა სიმართლეს ეუბნებოდა.
და როცა გარდაიცვალა მამა გაბრიელი, მას სიკვდილის წინ მანამ არ გავიდა და სანამ მეუღლე დანიელმა არ წაუკითხა სულის გასვლის ნოცები და დღეს სწორედ შესრულდა მამა გაბრიელის გარდაცვალებიდან 30 წელი და მისი გარდაცვალების შემდეგ თქვენ ყველას გახსოვთ, ვერ ნახავთ სატრანსპორტო საშუალებას, სახლს, სადალაქვოს თუ სხვადასხვა დაწესებულებას, სადაც არ იყო მამა გაბრიელის ფოტო. მთელი საქართველო მიდიოდა მამა გაბრიელის საფლავთან, ევედრებოდა შეეწევნას, მფარველობას და მამა გაბრიელი ყველა განსაკუთრებით შეიყვარა მისი წყალობიდან გამომდინარე. და როდესაც მოხდა მამა გაბრიელის წმინდანად შეერაცხვა, ეს იყო უპროცენტო შემთხვევა, რომ მისი გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ მოხდა მისი წმინდათა დასში შერაცხვა. ეს იყო სახალხო სიყვარულიდან გამომდინარე და როდესაც ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების ამოცანება მოხდა, თქვენ ყველას გახსოვთ, მთელი საქართველო მიდიოდა მამა გაბრიელი. რიგები იდგა სამეფოში, სვეტიცხოველში, სამთავროში და ყველა ლოცულობდა მამა გაბრიელის მიმართ და არავინ მამა გაბრიელს არ დაუტოვებია თავისი წყალობის, თავისი მადლის გარეშე. ჩვენ მადლობთ ღმერთს, რომ უფალმა იესო ქრისტე მიინება, რომ ამ დიდებულ ქალაქში აშენებული იყო ღირსი გაბრიელ ამსარებლისა და საულოსის სახელობის ტაძარი. ყველა დაულოცოს მეტყვა, ვინც ეს ტაძარი აღაშენა. ასევე ჩვენს ქალაქში არის მეორე ღირსი მამა გაბრიელის სახელობის ტაძარი. ეს მდებარეობს ბუნების დედათა მონასტერში, ულოცავ ამ მონასტერს, ტაძრის დღესასწაულს, მის წინამძღვარს იღუმენია პარასკევას, ულოცავ მთელ საქართველოს, მთელს ჩვენს ქალაქს, ამ უბანს. დღეს მართლაც მოვიდა ბლომად ხალხი, მაგრამ უფრო მეტი უნდა მოდიოდეს, მადლიერება, სიყვარულს გამოხატავდეს მამა გაბრიელის მიმართ. თქვენ მოგახსენეთ მე, რომ წელს აღინიშნება მამა გაბრიელის გარდაცვალებიდან 30 წელი და როდესაც ჩვენ შარშან შევიტყვეთ ამის შესახებ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი წელი ყოფილიყო ჩვენი ტაძრისთვის საზეიმო წელი. 29 აპრილს ჩვენ ვიყავით მომსვლელი ბედნიერი ისა, რომ იკურთხა ეს წმინდა დიდებული ტაძარი და მამა გაბრიელმა თავისი ტახტი დაიბრუნა. შემდეგ ჩვენ გვინდოდა, რომ მამა გაბრიელისათვის გაგვეკეთებია საჩუქარი და რა იქნებოდა ყველაზე დიდი და ძვირფასი საჩუქარი, თუ არა ჩვენს ტაძარში იყვამის ადგილი მისი მოძღვრებისათვის, წმინდა გიორგი და ივანე ბეთანიელებისათვის არ დაგვედგა ტრაპეზი და დაგვეხსნა მათი სახელობის ეკვერი და ინება პეტრეს ეკვერი გუშინ დამთავრდა, მხოლოდ კრეცამბელი დარჩა და ჩვენ და მარმარილო ტრაპეზზე დაიდება ხვალ და 13 ნოემბერს ჩვენ საზეიმოდ ვაკურთხებთ ამ ტაძარს და ეს ჩვენი სამრევლოს მიერ და ჩვენი ტაძრის მიერ იქნება საჩუქარი ღირსი გაბრიელ ამსარებლისა და საულოსის მოძღვრების მიმართ. მეთმა დაგვიწო, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს არის საზეიმო დღე და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეს დღე ღირსეულად აღვნიშნოთ და ისე, როგორც ეკადრება ღირს მამა გაბრიელს. მე როგორც ტაძრის წინამძღვარმა მეუფის ლოცვა-კურთხევით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ გვინდა, რომ რამოდენიმე ადამიანს, რომელსაც ამ ტაძრის ღვთისმსახურებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს და ამ ღვთისმსახურებაში ღებულობს მონაწილეობას და ამით ტაძარი ვითარდება, გადავცეთ საპატიო სიგელი და ჯილდო და მეუღლე დანიელის ლოცვა-კურთხევით მე მინდა დავაჯილდო ეს ადამიანები, ამათადეოს თქვენს გამოცდილებული შეიძლება დამჭირეთ. ეს არის სიურპრიზი, არ იცოდა არც მამაოსთვის მითქავს და მეუღლის კურთხევით და გადაწყვეტილებით წავიკითხავ სიგელის ტექსტს და შემდეგ სახელთა გვარსაც. საქართველოს საპატრიარქო, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია, ჭიათურის ღირსი გაბრიელ ამსარებლისა და საულოსის სახელობის ტაძრის სიგელი, ქალაქ ჭიათურაში, ლეჟუბანში ღირსი მამა გაბრიელ საულოსისა და ამსარებლის სახელობის ტაძრის
ღვთისმსახურება შეტანილი განსაკუთრებული წვლისათვის მეთქმა დაალოცოს ჩვენი მედავითნე ნიკოლოზ ცუცქირიძე და მიანიჭოს აქციო ეხლა კიდევ ერთი სულ გვაქვს 5 საქართველოს საპატრიარქოს ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის ჭიათურის ღირსი გაბრიელ ამსალოსის სახელობის ტაძრის სიგელი. ეს სიგელი დაწესდა და ყოველ დღესასწაულზე ჩვენ ვეცდებით, რომ მომავალში სიხაროსნების და მრევლის წარმომადგენლების დავაჭიროთ. ქალაქ ჭიათურაში, მეჟუბანში ღირსი მამა გაბრიელ სალოსისა და ამსარებლის სახელობის ტაძრის ღვთისმსახურება შეტანილი განსაკუთრებული წვლისათვის მეთქმა დაალოცოს ჩვენი ტაძრის მთავარი მგალობელი რეგენტი ნანა მეგრელიშვილი და მიანიჭოს მათ საქართველოს საპატრიარქოს ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის ჭიათურის ღირსი გაბრიელ ამსარებლისა და საოლ სახელობის ტაძრის სიგელი. ქალაქ ჭიათურაში, მეჟუბანში ღირსი მამა გაბრიელ საოლ ამსარებლის სახელობის ტაძრის ღვთისმსახურება შეტანილი განსაკუთრებისათვის ვაჯილდოებთ 25 წლის მგალობელს თეკლა შეკილაძეს და მიანიჭოს მათ. ეხლა კიდევ ერთხელ საქართველოს საპატრიარქოს ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია ჭიათურის ღირსი გაბრიელ ამსარებლისა და საოლ სახელობის ტაძრის სიგელი. ქალაქ ჭიათურაში, მეჟუბანში ღირსი მამა გაბრიელ საოლ ამსარებლის სახელობის ტაძრის ღვთისმსახურება განსაკუთრებისათვის მეთქმა დაალოცოს ნეპოტიზმს ჯაჭამატო ჩამითვალოთ ფინაკი თუსიშვილი. ეხლა ბოლო ესე იგი ჩვენთვის ძვირფასი ადამიანია დაალოცო გადამცემი სიგელი საქართველოს საპატრიარქოს ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის ჭიათურის ღირსი გაბრიელ ამსარებლის სახელობის ტაძრის სიგელი. ქალაქ ჭიათურაში, მეჟუბანში ღირსი მამა გაბრიელ საოლ ტაძრის ღვთისმსახურება განსაკუთრებული წვლისათვის მეთქმა დაალოცოს 30 წელზე მეტი ხნის მედავითე და მგალობელი ქალბატონი ნინო ჭიტაძე და მიანიჭოს ეხლა სანამ დავიწყებთ ვარზე მკვლევას ვინც ვართ მრევლი, რამდენად მოხერხდება არ ვიცი. ყველა დავდგეთ და ერთობლივი ფოტო ყველამ გადავიღოთ. ეს არის საზეიმო დღე.